2012 წლის ევროპის ჩემპიონატი პოლონეთის საბერძნეთის თამაშით გაიხსნა. გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში ზედაზენის ინიციატივით ღია ბარი გაკეთდა და სპეციალური მონიტორი დამონტაჟდა, რომელზეც ყველა თამაშს პირდაპირ ეთერში აჩვენებენ. ჩამოყალიბდა ფან-კლუბის ფეხბურთის გორელმა ხომაგებმა ევრო 2012-ით ორმაგათი სიამოვნეს. ისინი ფავორიტი გუნდის თამაშს ცივი ლუდის თანხლებით გულშემატკივრობდნენ. გორშეკი არა მთელ სოფლიოში და თელ ევროპაში მართლა საფეხბურთო დღესასწაული დაიწყო. ცოტა ამით ხელი არ შეუწყო, მაგრამ ვიმედოვნეთ, რომ შემდგომ დღეებში უკეთესი ამედი გამოვა, მეტი გულშემატკივარი მოვა და მართლა კარგ საფეხბურთო სანახაობას იხილავს. ცხინვალე სიტუაცია და თან გუნდს ვალეშიკობ, რომელიც მოიგებს. მე ტოტალიტარი გაზარდული მოთამაშე ვარ და ჩემს მსჯელობა არა. ვიზეც მე დღესდღეობით სიმართლე რომ გითხრათ, ამ წუთში პოლონეთის ვალეშიკი ვარ. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ევრო 2012-ის გამარჯვებული ერთ თვეში გამოვლინდება. ჩემპიონატში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი გუნდები მონაწილეობენ. ფეხბურთის გულშემატკივრები გორში ყიაცის ქვეშ დამონტაჟებულ მონიტორზე ერთი თვის განმავლობაში ევრო 2012-ის ყველა თამაშს იხილავენ.